მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებმაც დღეს კიდევ ერთხელ მოგცეს მანდატი მათი ნდობის. და ეს მანდატი ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი და ვაფასებთ ამას და ვიცით რომ დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ამ დღეს და ამ პირობებში ჩატარებულ არჩევნების დროს ამ მანდატის მოცემას. გარდა ამისა, მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ არჩევნებში. თქვენ იცით ბოლო მონაცემები აქტივობის და იცით რომ საკმაოდ მაღალი იყო ეს აქტივობა, გაიმეორა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობა და ეს აჩვენებს რომ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ნდობა არჩევნების მიმართ, აქვთ ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ და მათ სურთ რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა პარტიების მეშვეობით ამა თუ იმ ინსტიტუტში და ამ შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველობაში. გარდა ამისა, მინდა მადლობა გადაუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, უბნების, ოლქების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დონეზე. ჩვენ დღეს ნახეთ, რომ 10,000-ობით წევრი კომისიისა, როგორ იყო ჩართული სამუშაოში და ეს მართლაც დასაფასებელი შრომაა და მათ ახლა წინ აქვთ კიდევ რამდენიმე საათი დათვლის და მნიშვნელოვანი არის, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო პირობები, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ ზოგიერთი უბანი აღმოჩნდა ზედმეტი ყურადღების ქვეშ და ხედავთ, როგორ სტრესულ გარემოში უწევდათ ამ COVID და პანდემიურ სიტუაციას დამატებული, როგორ სტრესულ გარემოში უწევდათ მუშაობა, მათ ღირსეულად გაართვეს თავი და ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი საარჩევნო რეფორმის დადებითი შედეგები. წინ არის რამდენიმე საათი, რომელიც ჭირდება კომისიებს, რომ დათვალოს შედეგები და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მათ მივცეთ ამისთვის შესაძლებლობა. დღის განმავლობაში ჩვენ გაცნობდით სხვადასხვა ინციდენტების და დარღვევების შესახებ. ჩვენი ვებსაიტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ 13 ინციდენტი დაფიქსირდა მთლიანად არჩევნების მიმდინარეობისას, რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ კვლავ მონიტორინგს ინციდენტების. 13 ინციდენტი იყო ისეთი, რომ არ გასცდენილა ზეპირ და სიტყვიერ შელაპარაკებას და ამანაც ხაზი გაუსვა, რამდენად მშვიდობიანად წარიმართა დღეს არჩევნები. ამასთან ერთად ჩვენ მოგდის ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა ავალებს საკუთარ აქტივს, რომ არიოს სიტუაცია უბნებზე, ნახეს რა შედეგები, რომ პირწმინდა წააგეს და ყველა მათი დანაპირები თავისი ამორჩევლების მიმართ, როდესაც თითქოს და ეს უნდა ყოფილიყო რეფერენდუმი ქართული ოცნების წინააღმდეგ, აღმოჩნდა რეფერენდუმი სწორედ მათ წინააღმდეგ და არის მითითებები, კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, რომ ჩაშალონ დათვლის პროცესი. მინდა ძალიან მკაცრად ქართული ოცნების და ზოგადად ხელისუფლების სახელით განვაცხადო, რომ ისევე როგორც დღის განმავლობაში იყო დაცული სიმშვიდე საარჩევნო უბნებზე, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს სიმშვიდე იყოს დაცული დათვლის დროსაც. ამის პირობას დევს ერთის მხრივ ხელისუფლება, მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, თვითონ საარჩევნო კომისიები, ჩვენი მხარდამჭერებიც უნდა იყვნენ მობილიზებული, რამდენიმე საათი კონცენტრირება არის საჭირო, არავის მიცდეთ შესაძლებლობა პროვოკაციის ერთი და არავის მიცდეთ შესაძლებლობა ძალადობის უბნებზე. და რა თქმა უნდა, ამისი გარანტია არის საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც 1000-ზე მეტნი არიან და აკვირდებიან ამ არჩევნებს და თქვენ ნახეთ მათი შეფასებები დღის განმავლობაში, მათ შორის ეხლაც ნახეთ ერთ-ერთი შემაჯამებელი შეფასება, რამდენად მშვიდობიანად და წარმატებულად აფასებენ ისინი ამ არჩევნებს, ასე რომ ეხლა კიდევ ერთხელ ჩვენი ყველას ვალია რამდენიმე საათი მივცეთ საარჩევნო კომისიას იმისთვის, რომ დათვალოს შედეგები. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ჩვენ შემოგთავაზებთ პარალელურ დათვლის შედეგებს, ჩვენ უკვე შემოგვივიდა რამდენიმე ათეული უბნის შედეგი, თუმცა გვინდა რომ სტატისტიკურად რეპრეზენტატული იყოს, ამიტომ უახლოეს მომავალში, დაახლოებით ალბათ 1 საათში ჩვენ უკვე მოგაწვით პირველად შედეგებს პარალელური დათვლის და შემდეგ ისევე როგორც მოგახსენეთ, ალბათ რამდენიმე საათით ადრე იქნება ცესკო შედეგებთან დაკავშირებით და ჩვენ ვარაუდობთ, რომ რამდენიმე საათში უკვე გვექნება ჩვენ სრული სურათი მეტნაკლებად არჩევნების შედეგებისა, ისე როგორც ეს აისახა ბიულეტენებში. ყველაზე კარგი პასუხი იქნება სულ მალე, როდესაც დაითვლება ბიულეტენები და არ იქნება არა მხოლოდ გამოსახული ციფრები ეკრანზე, არამედ იქნება გამოსახული ციფრები ბიულეტენებიდან. ასე რომ დაელოდოს ყველა ბიულეტენებს, ცოტა დარჩა იმისთვის, რომ საბოლოოდ გაანალიზონ ის, რომ ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წააგეს და
ზოგისთვის ტკივნეული იყო და ვერ აღიარებდა, შეიძლება საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა, რომ ასეთი დაბალი შედეგი და უნდობლობა მიიღო მოქალაქეებისთვის, ზოგი განზრახ იქცეოდა ასევე ნახავენ ახლა რომ მათი ზოგიერთის გაზვიადებული წარმოდგენები, ზოგიერთის ბოროტი განზრახვები და განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობას შეეხება, რა თქმა უნდა, გუშინდელი ფაქტიც ამას რა თქმა უნდა ხაზს უსვავს. ნახავენ რომ ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, ამიტომ აქედანვე ჯობია შეეგუონ დამარცხებას. ჩვენ ნახეთ ეგზიტ პოლების პირველადი შედეგები, ჩვენ ვიცით როგორი არის განწყობა და ეს განწყობა ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ ვიყოთ დაჯერებული, რომ საქართველოში მთლიანად უმეტეს შემთხვევაში გვექნება პირველივე ტურში გამარჯვება. აქედან გამომდინარე, ამაზე ეხლა საუბარიც კი არ არის, ვინაიდან კიდევ ერთხელ სულ 2-3 საათი ალბათ გვაცილებს იმას, რომ ჩვენ გავიგოთ. მე ვენდობი ჩვენი მოსახლეობის არჩევანს და ვენდობი იმ განწყობებს, რომელსაც მე ვგრძნობ, რომელზეც ჩვენ გქონდა კიდევაც საუბარი და სხვათა შორის საპარლამენტო არჩევნებიდან გასული ჯერ კიდე არ არის 1 წელი, 11 თვე არის გასული საპარლამენტო არჩევნებიდან და იქ ხომ ნახეთ რაც იყო შედეგები. აქედან გამომდინარე იმ შედეგებს ჩვენ ხო ვენდობოდით და ხედავთ რა იყო განწყობები, ხედავთ რომ განწყობები ქართული ოცნების მიმართ საქართველოს მოსახლეობას აქვს დადებითი და ჩვენ გვაქვს კვლავ დიდი მხარდამჭერა ჩვენი მოქალაქეები. ვერ გეტყვით, კიდევ ერთხელ არ ღირს ახლა ამაზე რაიმე სპეკულირება. ეხლა კიდევ უფრო საინტერესო პროცესი არის, მათ შორის გამომდინარე იქიდან ჩვენ პარალელურ დათვლის პროცესში ვართ ჩართული. პირადად ჩემთვისაც საინტერესო პროცესი არის, ამ რიცხვებს ვაკვირდებით და დაითვლება, შეჯამდება, ყველა გავიგებთ საბოლოო ჯამში არა იმას, თუ რა არის კვლევის შედეგი და განწყობების კვლევა, არამედ იმას, რაც არის ფაქტი. ამიტომ ეს ფაქტი იქნება ყოველთვის მნიშვნელოვანი. არ არსებობს ასეთი ბარიერი, რაც უნდა გადაელახა ქართულ ოცნებას, ამიტომ კითხვაც არ რელევანტურია პრინციპში. ჩვენ არათუ გავედით, ჩვენ მოვახდინეთ ამ დოკუმენტის ანულირება, ეს დოკუმენტი აღარ არსებობს არავისთვის. აქედან გამომდინარე, არ არის რელევანტური, ეს ვისთვისაც ეს რელევანტურია, ჩახედოს იმ დოკუმენტს, შეხედოს შედეგებს და თავად გამოიტანოს დასკვნები. თავისთავად, რა თქმა უნდა. მადლობა.